ესეთი სათაურია, კაცმა მომაკვდავ გველს ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარა და გადაარჩინა. ეს მოხდა ინდოეთში. ეხლა ფოტოს ამოვანათ, ეს ფოტოც არის. აი ესეთი. ეს მგონია ბერავს. ანუ უკრავს. გველზე უკრავს. ინდოეთის გუჯარათის შტატში მამაკაცმა გველი გადაარჩინა, მას შემდეგ რაც ელექტროშოკს დაექვემდებარა. ესეც მაგარი ელექტროშოკს დაექვემდებარა რა არის ამით? გონება დაკარგული გველი ფერმერებმა შენიშნეს. მათ თითქმით რეპტილია, მათ თვალწინ აცოцდა ბოძზე მივიდა ელექტროგადამცემ ხასთან, მიიღო დენის დარტყმა და 4.5 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა. მუშებს გველი შეეცოდა და დახმარებისთვის ახლოს მცხოვრები მაშველი მუკეშ ვაიადი გამოიძახეს. ის ახლოს ცხოვრობდა და სწრაფად მიირბინა, მაგარი დეტალებია. შეწყვეტს ადგილზე ვაიადიმ განსაზღვრა, რომ მის წინ ეგრეთ წოდებული ვირთხის გველი იყო, ნახე აქაც ვირთხა. ეს გველი არ არის შხამიანი, ამიტომ მან მისთვის უსაფრთხოდ შეძლო ხელოვნური სუნთქვისა და გულის მასაჟის ატარება. კაი, ახლა ნახევარწუთიანი შეუწყვეტელი მცდელობის შემდეგ გველი გაცოცხლა და ბუჩქებში შეძვრა. გულის მასაჟი აღარ არის გველის. რატო არა ახლა თუ იცოდა ადამიანმა გველისთვის როგორ გაეკეთებინა გულის მასაჟი? სადა გულს გული როგორ დამიხდია? კარგი ნიუსია. მართლა საჭირო ნიუსი იყო. ის რო არის, ეს საყვირი რო არის, ჩაბრია და რო იშლება და რო ყვირის. შეიძლება იბერებოდა და იჩუტებოდა ეს გველი. ნაუცებ ის გამახსენდა ბუშტებს რო ბერავენ ხოლმე რაღაცები. ხო. წამოდგინე ეს ერთი წუთის განმავლობაში ეს გველი დუფ გასწორდებოდა ეს გაიბერებოდა და ჩაიფუშებოდა. ეს სარეკლამო ტიპები რო დგას ეს რო იფუშება და იბერება ეს ფარტყალებს ეს ფარტყალებს და გველი აბა. მაგრამ შენ იცინე და კი გადაარჩინე ეს გველი საწყარი. ყოჩახ გვლის მაშველს. გვლის მაშველი რაღაც ნაწარმოები შეიძლება იყოს.